დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. უცბად შემოგიერთდებით და დღეს დიდი ხანი არ გავაგრძელებ. გავალ ამ თემით, ამ კომენტარზე პასუხებ და შემდეგ გავალ. მინდა გითხრათ, რომ გუშინ ვერავის გამოგეხმაურეთ, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული დღე მქონდა მატრიცასთან გამოთვლასთან დაკავშირებით და ვინც ელოდებით ჩემგან მატრიცას და გამოგზავნილი გაქვთ მონაცემები, აუცილებლად დაგიკავშირდებით, როგორც კი დროს ვნახავ თქვენთვის. როგორც კი დროს გამოვნახავ, ძალიან ბევრმა მომწერეთ და ცოტა ალბათ ერთი კვირა მოვუნდები ამ პასუხების გაცემას. ახლა მოდი წავიკითხოთ ირაკლი ბუკიას კომენტარი ჩემს ერთ-ერთ YouTube ვიდეოზე, ერთ-ერთ ლაივზე. ჯვარცმის გარეშე ვერ მოახერხებდა, იმიტომ რომ იმოქმედებდა უსამართლოდ, ღმერთი კი სამართლიანია. თქვენი გაგებით ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა, ესე იგი ყველაფრის გაკეთება შეუძლია და მაინტერესებს თქვენი ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა, შეუძლია თუ არა თქვენი ღმერთს, თქვენს ღმერთს ჯოკერი ითამაშოს დღეს თქვენთან ერთად და სიცილები. ან შეუძლია თუ არა თქვენ ღმერთს თავის მოკლა თუ არ შეუძლია, ესე იგი ყოვლის შემძლე არ ყოფილა და საერთოდ ღმერთი არ ყოფილა. ჰა. ესე მსჯელობთ თქვენ ეტყობა არ იცით, რომ ღმერთის ყოვლის შემძლეობა ისასვლება მხოლოდ სიკეთის კეთებით, კანონზომიერების ფარგლებში. ღმერთს არ შეუძლია ისეთი ადამიანი შეიყვაროს სამოთხეში, რომელსაც არ უნდა ღმერთთან მისვლა. ღმერთი არაა მოძალადე და ვერ აიძულებს ადამიანს ძალით შეიყვანოს სამოთხეში, იმიტომ რომ ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება. ეხლა აგიხსნით, რატომ იყო საჭირო იესოს ჯვარცმა, ან მსხვერპლი. იმიტომ რომ ადამიანის სამოთხიდან გამოდევნის მერე ადამიანმა დაკარგა უკვდავება, ადამიანის ხორცს ფარავდა სული და განდევნის მერე სული დაფარა ხორცმა. უკვდავი ადამიანი იყო სრულ ნეტარებაში, მაგრამ ადამიანმა რაც დაკარგა სამოთხე, ამის შემდეგ ვერ შეძლო სამოთხეში დაბრუნება, იმიტომ რომ დაავიწყდა სამოთხე ადამიანს და სინანული დაავიწყდა. ადამიანმა არ იცოდა რა იყო საჭირო იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო სამოთხეში და ვერ გაიღებდა ვერანაირ მსხვერპლს, იმისათვის რომ დაბრუნებულიყო ამ მსხვერპლს თავის თავზე აღება შეეძლო მარტო ღმერთს, ამ მსხვერპლის თავის თავზე აღება. მსხვერპლის გარეშე არ გაიღებოდა სამოთხის კარი. ღმერთი მოქმედებს სამართლიანობის კანონის ფარგლებში და არ შეუძლია ადამიანს მიუტევოს თუ თვითონ ადამიანი არ არის სინანულში. სინანული სიყვარული, სიკეთის კეთებაა, მოთმინება და ბევრი სხვა სათნოება. აცხოვნებს ადამიანი არ არის, ხო? სათნოება აცხოვნებს ადამიანს, დანარჩენი ღმერთმა ყველაფერი გააკეთა, სამოთხის კარი გაიღო, მაგრამ ეს თვისებები ადამიანს თუ არ აქვს, მაინც ვერ მივა სამოთხეში. საყვარელო როგორ გირქვა? კობა, ხო? ირაკლი. საყვარელო ირაკლი. მოდი მივყვეთ შენს კომენტარს და მოდი განვიხილოთ, რამდენად ჭკვიანურია თქვენი დაწერილი და რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანმა და ღმერთკაცმა როგორც სიმართლე ისე მიიღოს. კობას რატო გეძახი არ ვიცი, მაგრამ ირაკლი კარგი ესე. ირაკლი, შენ ამბობ, რომ ესე იგი ღმერთი არის სიკეთე, ხო? მოდი და წავიკითხავ და პირდაპირ განვიხილავ. ღმერთი კი სამართლიანია, ამბობ. ღმერთი სამართლიანია. თქვენი გაგებით ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა, ესე იგი ყველაფრის გაკეთება შეუძლია და მაინტერესებს თქვენი ღმერთი თუ ყოველ შემძლეა, შეუძლია თუ არა თქვენს ღმერთს ჯოკერი ითამაშოს დღემდე თქვენთან ერთად. დღეს მოდი გეტყვი ირაკლი ღმერთს, ჩემს ღმერთს, ხო, ესეთი რა ვთქვათ, როგორი ღმერთის ჩემს თავში, ამას ყველაფერი შეუძლია და მას შესაძამე თუ მოინდობა მან ჯოკერსაც ითამაშებს ჩემთან ერთად. დიახ. ღმერთი სამართლიანია, დიახ, მაგრამ მე ვერ ვხედავ სამართლიანობას იმაში, როდესაც
თუ კი ყოვლადშემძლეა ღმერთი თავის შვილს მაინც გაწირავს, ამასში სამართლიანობას ვერ ხედავ. ეხლა ნახე, მე არც მამას ვებრძი და არც ქრისტეს, მაგრამ რასაც განვიხილავ, ძალიან გთხოვ ყურადღებით მოისმინო და სწორედ ისე აღიქვა, როგორც მე განვიხილავ. მე გიტყვი, რომ ჩემი მამა არის კეთილი და ის არავის არ სჭის, თავად შვილსაც არ სჭის და ჩემი მამა არ არის, ვთქვათ, ისეთი, რომ აი შეჭირვა აუცილებლად მოინდომოს, თუ კი ის ყოვლადშემძლე არის. ეხლა ყოვლადშემძლე ღმერთი, რომელიც არის, რომელმაც შექმნა ადამი და ევა და შენ ამბობ შენ წერილებში, რომ ადამი და ევას გამოსვლა სამოთხიდან, რომელიც დაცემის ნიადაგზე მოხდა, ისინი ხორცს შეისხავენ შემდეგ და აღარ იციან როგორ დაბრუნდნენ სამოთხეში და როგორ განთავისუფლდნენ ამ ხორცისაგან, ხო? და ამისათვის აუცილებელი არის, რომ მოვიდეს ღმერთი ხორცში, შემდეგ ჯვარს ეცვას, ანუ მოკვდეს და სისხლი შეიწიროს და მერე ისევ შეგუყვანოს სამოთხეში. ეს არის ერთი მოცემული მატრიცა, რომელიც დაგვიდეს წერილების სახით, ხო? მე არავის არ ვებრძი, უბრალოდ განვიხილავ, მოდი ესე მიიღეთ და ჩემს საუბრებს ნუ მიიღებთ, რომ ვიღაცას ვებრძი. მე უბრალოდ ვაფიქსირებ იმ მდგომარეობას, რომ ღმერთი ყოვლადშემძლე შექმნის ადამ და ევას. შემდეგ სამოთხეში შეუძრება გველი, სამოთხეში გველი აზე ხართ? ანუ სამოთხეში გველია. შეძლებს ეს გველი ამ ღმერთის ქმნილებების შეცდენას სამოთხეში, გესმით? ანუ სამოთხის გარეთ კი არა, სამოთხეში შეძლებს ეს. იქ ყველაფერი კარგად იყო ასე, ისე და მოკლედ რაღაცნაირად მოახერხა ამ გველმა სამოთხეში შეძრომა, ღმერთის ქმნილებები შეაცდინა და ეს გველიც ღმერთის ქმნილება არა, რო იცოდეთ და ყოვლად სამართლიანი ღმერთი მოვა განრისხდება და გამოაგდებს ამ ადამ დასჭის რა, დასჭის. ყოვლად სამართლიანი ღმერთი დასჭის თავის ქმნილებას რა. რომ რატომ გააკეთეთ ეს, მე ხომ გითხარით, არ გააკეთოთ და წადით ახლა სამოთხიდან გახვალთ აქედან, ვეღარ შემოხვალთ, ყოვლად სამართლიანი ღმერთი, აი კიდე გავიმეორებ რა. ყოვლადშემძლე და ყოვლად სამართლიანი ღმერთი, ესე იგი მისმა ქმნილებამ შეაცდინა მისი ქმნილება და დაისაჯა მისი ქმნილება. უსუსური ქმნილებაა რა, ღმერთმა ადამიანი და ევა რო შექმნა, იცის რომ გველს ვერანაირად ვერ მოერევა, მაგრამ არც იმას დაუჯერებს ღმერთს თვითონ, ხო იცის ყველაფერი წინასწარ. არც ღმერთს დაუჯერებს, ვერც გველს მოერევა და ეს საწყალი ქმნილება მოკლედ უნდა დაისაჯოს. წადი გარეთ, სამოთხის გარეთ, კი ბატონო, წამოვლენ ადამი და ევა, შეისხავენ ხორცს, რაღაც ფოთლებით შეიმოსებიან და დადიან დაბნეულები არ იციან აქნან როგორ მოერიონან თავის ცოდას რაღაც და საბოლოო ჯამში ისევ თვითონ გააჩენენ შვილს, რომელიც ღმერთიანია რა, ღმერთია და სწორედ აი ამ ღმერთის ჩამოსვლა დედამიწაზე ისევ მოითხოვს სისხლის ხრას და მსხვერპლს, სხვანაირად ვერანაირად ვერ გააგებინებს ადამიანებს, რომ ესე იგი შევიდნენ სამოთხეში და მოკლედ მოხდება ისე, რომ ღმერთი ისევ სისხლს დაღვრვის რა, აი სისხლის ღვრით ადამიანებს გონებას გაუნათლებს. მაგრამ ყოვლადშემძლეა და უბრალოდ შეეძლო ჩამოსულიყო ჯოკერი ეთამაშა, ანუ იაკობ თუ როგორ ქვია არ ვიცი, კობას გეძახი. მოკლედ ჯოკერი ეთამაშა ადამიანებთან, ჯოკერი გაენათებინა მათი გონება და შეეყვანა ისევ სამოთხეში. არა, ჯოკერის თამაშით არ გამოდის. ჯოკერის თამაშით კი არ გამოდის ისე რომ თვითონ უნდა ჩამოვიდეს იტანჯოს, გზას ასწავლის, ნახე, გზას ასწავლის. შენ იყავი სამოთხეში? ვერ შეძელი ჩემი სიტყვის მოსმენა? ეხლა ნახე მე რას გასწავლი, კლასს დაგიდებ. აჰა, შენი ხორცი აიღე, აცემინე მაგრად, აჯიჯგნინე, აფურთხებინე, ჯვარზე გააკვრევინე, სისხლი დაღვარე და მხოლოდ ასე მოხდები. ეს ხორცი რამაც შეგაცდინა, მაგრად სცემე, გააუპატიურე, აჯიჯგნინე და ჯვარზე გააკვრევინე, მარტო მაგ შემთხვევაში შეხვალ შენ სამოთხეში. ან მეორე შემთხვევაში მე რომ შენ შექმენი და შენ არ დამიჯერე, მე რომ სამოთხიდან გამოგაგდე, ისევ მე მოვედი, მე დავისაჯე, მე ვაცემინე ჩემი შვილი
და მხოლოდ ამ გზით შეხვალ შენ სამოთხეში. ისევ მე ვიტანჯე მოკლედ ამ მატრიცაში. მე ღმერთი ყოვლად შემძლე. ყოვლად სამართლიანი. ორი კაცი გამომდევნე 64-დან. და 9 მილიარდი მხოლოდ ისე შევიყვანე. მე მოვედი, ვიტანჯე, ჩემი შვილი მოვიყვანე, მე და ჩემი შვილი ერთი ვართ, მოვედი, ვიტანჯე, ჩემი შვილი შევიყვანე სამოთხეში, უბრალოდ გავაკარი ჯვარზე და აი ესე შეგიყვანთ 9 მილიარდ ადამიანს სამოთხეში. უბრალოდ 9 მილიარდიდან რამდენიმე გადაირჩევა და მოკლედ შეიძლება მარტო 154,000 შევიდეს. ეხლა ნახე, უბრალოდ ვიმშელოთ რა, ვიმშელოთ ღვთიურად და ადამიანურად და ყველანაირად. იმ მოცემულებაში ვიმშელოთ, რომელ მოცემულებაშიც ღმერთმა ჩვენ აქამდე მოგვიყვანა, ხო? რაღაც შემთხვევაში ღმერთს შეეძლო რომ სამოთხე გველის გარეშეც შეექმნა, მაგრამ რაღაცნაირად სამოთხეში გველის გაიჩითა უცბად რა და ამ გველმა კაცო უფრო მეტი რო იცოდა ადამიანზე, ღმერთმა ვერ გაითვალისწინა, ესე იგი რომ ადამიანი შეცდებოდა, ხო? სამოთხეში კი არა, სამოთხის გარეთ. სამოთხის გარეთ რო ცოდები ხდება, ეგ გასაგებია ყველასთვის და ყველა ვიცის რომ სამოთხეში შესვლა ეხლა კი ქრისტე ეცვა ჯვარს, ღმერთი ისე მოვიდა, შეგვიყვანა სამოთხეში, მაგრამ მაინც იქ დავრჩეთ სამოთხის გარეთ. ცოდები კი მოიხსნა, ყველაფერი თავის თავზე აიღო, მაგრამ მაინც სამოთხის გარეთ დავრჩით რა რაღაცნაირად. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის მეორეთაც მოვიდა. არა, მეორედ კი არ მოვიდა, პირველად მოვიდა, ჩამოვიდა ხორცში. ჯვარცმა თავზე აიღო, შეგვიყვანა სამოთხეში, აი ამ მატრიცის მიხედვით, მაგრამ რატომღაც მაინც სამოთხის გარეთ ვართ, რატომღაც მაინც ველოდებით ისევ ქრისტეს მოსვლას, ისევ სამოთხეში შეგვიყვანოს და რატომღაც მაინც გაურკვეველ ვითარებაში ვართ, აი ამ სამართლიანმა ღმერთმა, როგორ ყოვლად შემძლე ღმერთმა, როგორ ვერ მოახერხა, ან უსისხლოდ, ან უტანჯველად, ისევ სიტყვის თქმით, ჩვენი სამოთხეში შეყვანა. ერთი მაინტერესებს რა, ჩემო კარგო მეგობარო, რომელიც ამას წერ. სამართლიანობა როგორ გამოიხატება იმაში, როცა ღმერთი, ყოვლად შემძლე ღმერთი მოდის და ისევ ჯვარს ეცმევა თავისი გზით. აი, აქ სამართლიანობა მითხარი რა. ჩემთვის აი მაგალითად სამართლიანობას როგორ ხედავ, იცი? ღმერთი მოდის, საუბრობს ადამიანებთან, როგორ საკეთებდა. ადამიანი ხვდება, აჰა, მომენტი ემართება, ღმერთო, შენ თურმე რას გვეუბნებოდი და ჩვენ რას ვიგებდით, ხო? აი ეს ემართება და ესე შეყავს, ამ გზით შეყავს სამოთხეში. და ეს არის ჩემთვის სამართლიანობა რა, რომ არავინ აღარ შეეწირება და არავინ აღარ იცემება რა. არ თვითონ თავად ღმერთიც, რატო უნდა იცემოს ღმერთმა თავისი შვილის თავი? ანუ ესე ვლაპარაკობ, იმიტომ თვითონ ხო არის ღმერთი თავისი შვილი. და რატომ ცემით, რატომ გვასწავლის ყველაფერს გამაგებინე? სხვა გზა არ არის? სიტყვის მიერი გამარჯვების გზა არ არსებობს? სამართლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ღმერთმა თავის ქმნილება ეშმაკს თუ სატანას თავი აცემინა და ისე შეგვიყვანა სამოთხეში, ეს არის სამართლიანობა შენი აზრით? ამ მატრიცაში მოთავსებული ღმერთი, ჩემი ღმერთის წინაშე არის უსუსური. ეხლა ნახეთ, ჩემი ღმერთი ვინ არის რა? არანაკლები ახალი ცნობიერება შემომაქვს, როგორც ქრისტემ შემოიტანა ახალი ცნობიერება, ქრისტეს კი არ ვეჯიბრები. უბრალოდ, რაც ქრისტემ გააკეთა, ისეთი მსგავსი ვითარებაა ეხლა ჩემთან ამ მოცემულობაში და არანაირი მკრეხილობათ არ ითვლება. ქრისტემ შემოიტანა იახვეს აღმერთებდნენ ახალი მამის ცნობიერება. ეს ახალი მამის ცნობიერება იყო იმ მამის ცნობიერება, რომ აკი არა აქვს მამას დავანებული სავანეები, სადღაც სადღაც ზეცაში სხვა სამყაროში, ხო, განზომილებაში. ეხლა ნახე, ეს იაღოველებისთვის, ან იაღოველები არიან იუდეველები, სხვა კი არაფერი, იახვეს მადიდებლები. ეხლა ეს იუდეველებისთვის როგორი იყო, იცი? წარმოიდგინე, როგორც მე თქვენ გეუბნებით, ჩემი მამა იცი როგორია, არც არავის კლავს, არც თავის იცემს, არც არავის ადარდიანებს, ასევდიანებს, არც სისხლს ღრის. იცი როგორი მაგარი მამაა ჩემი მამა? უსისხლოდ არც თავის იტანჯავს, არც თავის სისხლის გაცემა არ სურს ამ თავის შექმნილ სამყაროში, ეშმაკს როგორ აცემინებს თავს ღმერთი.
ჩემი მამა როგორ აცემინებს თავის ქმნილებას, თავისი ქმნილებისთვის თავს, სიტყვას იტყვის და გამანათლებს ხალხო. იცი რა მაგარი სამართლიანი მამაა? იცი რა მაგარი ჯიგარი მამაა? ჯოკერსაც ითამაშებს ჩემთან თუ უნდა რა. აი როგორც ამ ადამიანის სიტყვებით საუბრობ რა, ჯოკერს ითამაშებს დღეს თქვენთან ერთად. ითამაშებს თუ უნდა, ითამაშებს. არ გაიცინებს ეს, ითამაშებს ჯოკერსაც ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მაგარი სამართლიანი მამაა რა. არც თავის თავს იცემს, არც აფურთხებინებს ეშმაკს, არც აცემინებს, არც ჯვარზე გააკროვინებს. იცი რა მაგარი ტიპია? მეც შემიყვან 64-ში თვითონაც შევა და მეც შემიყვან სიტყვის ძალით. ესეთი მაგარი ტიპია რა და ქრისტეს ენაცვალება მამაჩემი. იცი რას იზავს? გააცოცხლებს ქრისტეს მამაჩემი რა. ეს არის მეგობრებო ახალი მამის ცნობიერება. ქრისტე გვეუბნება რომ ჩემნაირი გახდებით და ნახე ქრისტემ თუ შემოიტანა ახალი მამის ცნობიერება, ჩვენც გვევალება ახალი მამის ცნობიერების შემოტანა. გვევალება. იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქრისტეანები გავხდებით, გესმით? და თუ ქრისტეიანები გავხდებით, ჩვენ აუცილებლად შემოვიტანთ ახალი მამის ცნობიერებას. ეს ახალი მამის ცნობიერება აღარ იქნება ჯვარცმა და აღარ სისხლისღვრა, როგორ აფურთხებინებს ღმერთი ეშმაკს, თავის თავს, როგორ თავის ქმნილებას, თავისი ქმნილების გამო ღმერთი თავს შეაფურთხებინებს ეშმაკს და მაგითი სამართლიანობას დავანახებს მე. ესეთი ღმერთი არც სამართლიანია და არც მაგალითს მიდევს ნორმალურს რა. მე თუ ჩემი ქმნილების, ეხლა როგორ პატივი ეცი დედასა შენსა და როგორ პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა, მამა არის მაგის შექმნილი ვარ რა და მე მაძლევს სამართლიან, ვითომ სამართლიან მაგალითს რომ აგერ შვილო, მე შეგქმენი, ჩამოვედი, გაფურთხებინე, გაცემინე ჩემი თავი და ისევ შეგიყვან 64-ში? ეგ არის სამართლიანი? ანუ უბრალოდ მითხარი იმის საჭიროება, რატომ უნდა ეცემინებინა თავისი თავი ღმერთს სატანისგან, სატანის მიერ რა? რატომ უნდა ეფურთხებინა და რატომ მხოლოდ ამ გზით შეგვიყვანდა 64? აი მითხარი რა, ერთი უბრალო მიზეზი მითხარი იმისა, რომ ეს რაში დასჭირდა ღმერთს რა? რომ ამითი უფრო მაგრა გაუნათებდა გონებას ადამიანებს? აი ჩვენ თუ ამაზე პასუხს გამცემ, მე გეტყვი რომ ძალიან მაგარი ხარ მეთქი რა და შენი ღმერთი ძალიან მაგარია თქო რა. ეჭვი არ მეპარება რომ ქრისტემ ის მამა მოიყვანა იმ დროში, რომელიც მამაც საჭირო იყო. ეჭვი არ მეპარება რომ ზუსტად სწორი გააკეთა რა. აი ქრისტეს მე არ განვიკითხავ. ქრისტემ გააკეთა ყველაზე სწორი ქმედება, რაც კი არსებულა ამ დედამიწაზე საერთოდ დღემდე რა. მაგრამ ქრისტე მე რას მასწავლის, ნახე? ქრისტე მასწავლის მე შემოვიტანე ახალი მამის ცნობიერება. შენც გევალება რომ შემოიტანო ახალი მამის ცნობიერება. შენ მამა რომელიც ზეცად არის, უნდა შეიცნო. და შენსა და მამის შორის მარტო მე უნდა ვიდგე. და ჩემთან ქრისტემ ეს ცნობიერება შემოიტანა. რომ დაო, მე შემოვიტანე მაშინ ის მამის ცნობიერება, რომელიც იყო იმ დროისთვის აუცილებელი. და ახლა ეს არის აუცილებელი, რომ შემოვიდეს მამა ყოვლად შემძლე, რომელიც სიტყვას იტყვის და ყველაფერს აალაგებს ამ დედამიწიდან, რაც კი უსამართლობა. ჩვენ ხო 64-ში ვართ ახლა. ქრისტეს რჯულის მიხედვით, ანუ ქრისტეს ქმედებების მიხედვით, ახლა ჩვენ 64-ში ვართ წესით რა. თავის თავზე აიღო ყველანაირი ცოდვა. იცი რა ქნა? ეშმაკი დააპურა ამით. ეშმაკი უსასრულობაში დააპურა, აღარ უნდა ეშმაკს სისხლის ხრები და ანუ თავისი სისხლის ხრით რა გააკეთა, იცი? ეშმაკს უთხრა რომ მე ამ პურს მოგცემ შენ და ის გეყოფა მთელი შენი არსი. აღარ გჭირდება შენ ადამიანები. აი ეს გითხრა და ჩვენ ამით შეგვიყვანა 64-ში რა. და ეხლა ნახე, თუ კი ჩვენ 64-ში ვართ, ხო? აქ ჯვარცმა აღარ მოხდება ხალხო. ქრისტეს ისევე ამ ჯულის კანონების მიხედვით, ჩვენ ქრისტემ უკვე თავისი მაგალითით შეგვიყვანა 64-ში. იმ 64-ში, სადაც გველი იყო ერთ დროს. ეხლაც არის, შენ გონი არ არის? ეხლა უბრალოდ ტვინს გირევს ეს გველი, რომ შენ არ ხარ 64-ში, არ ხარ, არა, შენი მამა ჯერ კიდე უნდა ჩამოვიდეს და ჯვარს ეცვას. გესმის რას გვეუბნება?
ჯერ ის მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს. რა მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს ხალხო? შენ 64-ში შეგიყვანა ღმერთმა უკვე. ქრისტე ტყუილა ეცვა ჯვარს? 64-ში ხო შეგიყვანა. ჯოჯოხეთში ჩავიდა, იქნა სულები ამოიყვანა და 64-ში შეიყვანდა. შენ რა, კიდე ელოდები 64-ში შესვლა? რამდენი 64-ია კი, მაგრამ გამაგებინე. ხო? ანუ რა საინტერესოა, ხო, როგორ მატრიცაში მოგვაქცია ისევ გველმა? 64-ში შეგვიყვანა ღმერთმა თავისი ჯვარცმით და ფურთხებით და რა ვიცი 1000 გვარი რა აღარ აკადრეს ქრისტეს და ჩვენ გონია რომ ისევ ქრისტე უნდა მოვიდეს და ისევ ჩვენ მერე როცა იქნება აი მაშინ როცა იქნება 64-ში შევიდეთ. ეგ როგორ რანაირი 64-ია მითხარით? 64-ში ვარ თუ არა? აბა რა გააკეთა ქრისტემ თავის ჯვარცმით? აი შენი სამართლიანი ღმერთის მიერ. შენ რასაც სამართლიანობას უწოდებ. ხო გააკეთა ღმერთმა კაცო, თავისთავი გაწირა რა, ჩემი ქმნილება ვერ შეძლებს ამას. ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მიხვდა, ამდენი წლების მერე, კი არ მიხვდა, გვაცადა და საბოლოოდ თვითონ გადაწყვეტა, მოდი ისევ მე შევიყვანა მათ 64-შიო, მოვიდა, ჯვარს ეცვა, შეგვიყვანა 64-ში და ეხლა ჩვენ კიდევ ველოდებით რომ აი ვიღაცა გვიხსნის რომ 64-ში შეგვიყვანოს. აი მითხარით რა მდგომარეობაში ვართ ადამიანები ეხლა აი ამ განხილვის მერე რა. მე არავის არ ვებრძვი რა, ჩემო კარგო ირაკლი. იაკობი დაგარქვი, მოდი ესე ვთქვათ, იაკობ, აი მითხარი რა, შენ მე რომ მებრძვი, ჩემი მამა რო დამცინი, რანაირი მამა ჯოკერს ითამაშებ შენთან. მითხარი ეს ქრისტეს მოეწონება ჯერ ეგერთით შენი მხრიდან და მეორეც ერთით აი ჩემი მსჯელობა რაში არის არასწორი რა. ეგ მითხარი და ისე კი არა რომ დამცინო, ქრისტიანულად მითხარი რა, ჯიგრულად, ქრისტესნიერად მითხარი. და მე ის მითხარი, ჩემს მამას რას უწუნებ, რაში არ გაწყობს ჩემი მამა. მე რაც შემოგიყალიბე აი ამ ახალი მამის ცნობიერებით. დომნა ჭიპაშვილი წერს, მე მიყვარს ახალი მამა, ახალი სიტყვით, ახალი ცნობიერებით. გაიხარე დომნა, ღმერთმა გაგვაძლიეროს და აი ამ ცნობიერებაში, რომელიც ცნობიერებაც ქრისტემ მოიტანა ისევ და ისევ მეორედ მოსვლის დროს, აი ეხლა ჩვენში ეს მამა შეგვაყვაროს რა. მე არ ვამბობ რომ ქრისტეს მამა ცუდია. ცუდი რანაირად არის? ცუდი არაფერი არ არის რაც ღმერთმა შექმნა. თვით ის გველიც არ არის ცუდი რა. ყველაფერი რაც ღმერთმა შექმნა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო და უნდა შეექმნა, ხო? მე როგორ შევეწინააღმდეგო ღმერთს, შენ ღმერთო როგორ გაბედე და გველი როგორ შემიქმენი მე. ეს იგივე საკითხია, რაც სატანამ გააკეთა, შენ როგორ შემიქმენი ადამიანი და იმას როგორ უნდა ვემსახუროო, გესმის? და დაეცა. ანგელოზი დაეცა ამ საკითხით და ეხლა მე რო შევებრძოლო მამას, წარმოიდგინე რომ ღმერთო ყოლად შემძლეო, ეს რა გაგიკეთებია შენ? როგორ გველი შემიქმენი მე რო შემაცდუნოს? მაგას კი არ ვაკეთებ ხალხო, სწორად გამიგეთ რა. შეიძლება ჩემი ამბიციური საუბარი, აი ესეთი ამბიციური კი არა, ამბოხური საუბარი, ესე ჟღერს რომ მე ამბიციაში ვარ ღმერთს შევებრძოლო. არანაირი შემთხვევაში მეგობრებო, მე უბრალოდ ღმერთს ვესაუბრები რა. ღმერთს ვესაუბრები და ვცდილობ რომ გადატრიალებული ურემი რომ მაქვს წინ მიდევს, ეს ამაყენებინოს და გამაგზელებინოს გზა, ახალი გზა გამომიჩინოს რა, თუ კი ეს ურემი ამ გზაზე ვეღარ დადის. გესმის და ღმერთი მაძლევს ამის საშუალებებს. ნახე როგორ ლოგიკურად კი არა და მსჯელობაში. ღმერთი მაძლევს ახალი მამის ცნობიერებას. ესეც ღმერთის გამოგონილია. ახალი მამის ცნობიერება, ქრისტეს გამოგონილია. ქრისტეს მოტანილია. თუ კი მანამდე იახვედა სისხლისმღვრელი და მკვლელი ღმერთი იყო გაღმერთებული, მოიტანა ახალი მამის ცნობიერება და ამბობს, რომ სისხლისმღვრას აღარ მოითხოვს თავის თავს ღრის, თავის თავს კლავს და ეხლა მოდის ახალი მამის ცნობიერება, აღარავის აღარ კლავს. უკვე სიტყვა მოაქვს და ანათებს ყველაფერს რა. გესმით? ეს ქრისტემ ჩვენ დაგვავალა. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ქრისტეს გაუგებ რას ლაპარაკობ. თუ არ ხარ, დარჩები იმ ძველი მამის ცნობიერებაში და სულ მუდამ დარჩები იმ ძველი მამის. შენ წარმოიდგინე, ეხლა რო ეს ახალი მამის ცნობიერება მოდის, ხო, ეს რო სიტყვით იმარჯვებს. 2021 წლის მერე თუ 24 წლის მერე კიდევ ახალი მამის ცნობიერება შემოვა და ესეც ქრისტიანული იქნება.
იმიტომ რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურ განვითარებაში. განვინთან ვდგავართ. განვინთან არის 369-ის კოდი. ტესლას კოდი. ვინც ამ კოდს ჩაწვდება, ის არის მამასთან. გესმის? ვინც ქრისტეს სიტყვებს ზუსტად გაიგებს, ის არის მამასთან. გესმის? და ეხლა შენ რო ელოდები ისევ 60-ში შესვლას, თუმცა ღმერთმა უკვე შეგიყვანა 60-ში და იმ ღმერთს ეთაყვანები. იმ ღმერთს წირვალოცებს უკეთებ, იმ ღმერთს და შენ კიდე ვერ დაგინახია რომ 60-ში ხარ და 60 ესეთია როგორიც არის. მაშინ შენ ქრისტეს ეწინააღმდეგები და ქრისტეს მამასაც ეწინააღმდეგები. ქრისტეს სიტყვას ეწინააღმდეგები და საბოლოო ჯამში მაინც სატანას ამარჯვებინებ იმ 60-ში, სადაც უკვე ღმერთმა შეგიყვანა. გესმის და შენ თუ დარჩები და ყველაფერს მიაწერ, აი ეს აზრები სატანისაო, მაშინ შენ 100%-ით სატანას ემსახურებ, იმიტომ რომ სიტყვას აქვს ძალა. შენ თუ მიანიჭებ, რომ ეს სიტყვები ღმერთის არის, ღმერთს ემსახურებ, იმიტომ რომ ღმერთს მიანიჭე, ღმერთს მიაკუთვნე. შენ თუ ამ სიტყვებს მიაკუთვნებ ბოროტს, შენ ღმერთს მიანიჭებ ამ სიტყვას და ისა ღმერთს კი არა, ბოროტს მიანიჭებ ამ სიტყვას და ბოროტს ემსახურებ. გამოდიხარ ბოროტის მსახური. ავტომატურად. ამიტომ რაღა დაგვრჩენია ჩვენ რომ ვიძახოთ რომ გამაგებინეთ ერთი ჩვენ მეორეთ მოსვლის დროს ქრისტეს რომ ვიხილავთ რა. ქრისტეს რომ ვიხილავთ. ჩვენ იმის იმედზე ვართ რომ ქრისტემ გვიხსნას ისევ ყველა? თუ ჩვენ იმის იმედზე ვართ რომ ძმასავით დავხვდეთ, იმისნიერი ვიყოთ. ქრისტე რას ამბობს ნახე? ერთი ადამიანი რო გაიგებს თავისებურათო და 10 ადამიანი ზის და მისმენსო, იგავებით იმიტომ საუბრობ რომ ყველამ თავისებურად გაიგოსო რა. რაც უფრო მრავალფეროვნად გაიგებს ადამიანი, მით უფრო კარგიაო. და შენ რას მეუბნები, იცი? 10 ადამიანი რომელიც უსმენს ქრისტეს, 10 ერთი პერსპექტივით გაიგოს რა. და როგორ შეიძლება ეგრე, თუ კი ქრისტე გვეუბნება ჩვენ იგავებით, ესე იგი ყველა ადამიანს თავისებურად ესმის და ყველა ადამიანი ნახე რას აკეთებს, უნდა გამოთქვას მერე როგორ გაიგო ქრისტეს სიტყვა. მათეს სხვანაირად წერს, მარკოზი სხვანაირად წერს. ყველა წერს ერთი და იგივეს ქრისტეს საუბარს 4 აპოსტელი და 4 წერს სხვადასხვანაირ ჭრილში რა, სხვადასხვანაირად გაგებულში. ეს არის ღვთიური. ყველა ერთნაირად ვერ გაიგებს ხალხო, ღმერთმა დაგვიფაროს ერთმანეთის კოპირებები გამოვალთ რა. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა ერთნაირი ერთი პერსპექტივისა ვიყოთ რა. ჩვენ ერთი პერსპექტივისა მაშინ ვიქნებით და ერთიანები, როცა ჩვენ ვაღიარებთ მეორის პერსპექტივას, იმიტომ რომ რა კარგი რაღაც დავფოსტე მაშინ Facebook-ზე, ერთი რო უყურებს 9-იანს თავისი პერსპექტივიდან 6-იანად გამოიყურება და მეორე უყურებს 9-იანად გამოიყურება და ერთმანეთში ჩხუბობენ რა, რომ არა 6, არა 9-ო და მესამე პერსპექტივიდან საერთოდ ასობგერა თანი ჩანს. და ეხლა რა გავიგოთ, 6-იანს რომელიც ხედავს, ის არის მართალი, 9-იანს რომელიც ხედავს, ის არის მართალი თუ ასობგერა თანს რომელიც ხედავს, ის არის მართალი. წარმოიდგინე სამივე მართალია. იმიტომ თავისი პერსპექტივიდან ის სამივე მართალია. ჩვენ აი ამ აზროვნებამდე ოდესმე მივალთ, რომ შევძლოთ მეორე ადამიანის პერსპექტივაში ჩაჯდომა, გაზიარება რა, იმის მდგომარეობის გაზიარება. დადექი იმ ადამიანის ადგილზე, სადაც დგას, რომელიც ხედავს, რომ 9-იანი 6-იანია და შენ ნახავ, რომ ის მართალია. ოღონდ შენ უნდა შეგეძლოს იმ ადგილზე დადგომა, მის მდგომარეობაში შესვლა უნდა შეგეძლოს. ჯიუტად შენი პოზიციიდან კი არ უნდა იჩხუბობდე. და მას უნდა შეეძლოს შენ პოზიციაზე გადმოსვლა, რომ დაინახოს, რომ შენც მართალი ხარ რაღაც მომენტში, ხო? აი წარმოგიდგენია თქვენ, ეს არის ჩვენი ღვთიურობა რა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ღმერთის პერსპექტივაში ასვლა. ღმერთი კიდე იცი რამდენ ფეროვანია? უამრავფეროვანი, რამდენი სიტყვაც არსებობს, იმდენი სახე აქვს ღმერთს, წარმოიდგინე რა. და ჩვენ თუ ერთ სიტყვაზე დავიყვანთ მხოლოდ ღმერთს, ჩვენ გამოგვივა ერთი კუკუ ღმერთი, რომელიც ერთი სიტყვით წარმოდგება. ერთი სიტყვაში ეტევა. ერთ სიტყვაში როგორ ჩაეტევა? ყოვლად მქონელი, ყოვლად შემძლე და ყოვლად მოაზროვნე ღმერთი ხალხო. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ერთ სიტყვაში ჩავატეთ. ამიტომ ღმერთს სიტყვა ღმერთს სახელი არ აქვს. ყოვლად შემძლე, დაუსაბამო ღმერთს სახელი არ აქვს. ის
ყოვლად შემძლე დაუსაბამო ყველაფერშია. მას არ ქვია იახვე. იახვე რა არის იახვე? იახვე 500 ბგერაში შეიძლება ღმერთი ჩავატიოთ? ამდენი რაღაცის შემქმნელი ღმერთი? არ შეიძლება, ხო? ამიტომ ცოტა გამოვფხიზდე და ვიაზროვნოთ რა. მე კი ნუ დამიწყებ დაცინვას ძმაო, მეგობარო თუ რა ვიცი როგორც გინდა ისე დამარქვი. იაზროვნე ჩემთან ერთად და იცი რა ქენი? შენ თავშიც იაზროვნე რასაც წერ. ისიც კრიტიკულად განიხილე რომ კი მაგრამ ეგრეა მართლა რასაც წერ. შენ ეხლა აიღე ვიღაცის ნათქვამი და დაწერილი პირდაპირ მე გადმომეცი აი აქ ამ წერილების სახით. მე ეგრე აღარ შვები რა. მე რასაც ვკითხულობ უკვე ღმერთს ვეკითხები ეს ასე მართლა ესია ღმერთო? და მე ღმერთი მაძლევს მე პასუხებს რომ ეს ესე კი არ არის ჩემო შვილო. ნახე როგორ არის აი ესე და ესე არის. და მე არის ზუსტად ის აჰა მომენტი. ღმერთო თურმე რაშია საქმე. გესმით? მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც კი დღემდე შეუქმნია. ყველაფერი. თავისი დაცემული ანგელოზებიანა, გველიანა და ადამ და ევაიანა. ყველაფრისთვის მადლობა. იმისათვისაც რომ ქრისტე მოგვიყვანა და ჯვარზე აცვა, მაგისთვისაც მადლობა და იმისთვისაც მადლობა ახალი ცნობიერება რომ შემოიტანა ეხლა. და ყველაფრისთვის მადლობა. მამას, ძეს და სულიწმინდას ეს განუყოფელი სამება რომელიც 60-ში გვამყოფებს არის მეოთხე ნაწილი რომელიც ხარ შენ ადამიანი. შენ თუ ამას გამორიცხავ რომ შენ 60-ში ხარ რომელიც უკვე ქრისტემ თავისი სისხლით დადო ხო? და 60-ს არ აღიარებ, შენს თავს მეოთხედ ჰიპოსტაზად არ აღიარებ, ხო? შენ ქრისტეს ეწინააღმდეგები და ქრისტეს მამასაც ეწინააღმდეგები. ახლა მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო. ამინ, ამენით იესო ქრისტე და დიდება მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ. ამენით.